ჰეი, შენ ახლა გადარჩი. უსაფრთხოდ ხარ? ჩვენი თავის ტვინი შეიქმნა იმისთვის, რომ ვიმოძრაოთ. ბიჭო. უშფოთველი ხარ, ანუ იცი რომ ამ დიდი სამყაროს ნაწილი ხარ. ლაშა როგორ ახლა ლაშა? ნელა. შეგიძლია რატომ მათ გავაკეთეთ ეს ყველაფერი? ვიდეო. გამარჯობა. დღეს ჩვენი მეხუთე ეპიზოდია და დღევანდელი ჩვენი გადაცემა ეხება ბალანს, კოორდინაციას, მოძრაობას, სხეულის გამოძრავებას ცოტა და ამ ყველაფრის გავლენას ჩვენს გონებაზე. აქვს თუ არა ამ ყველაფრის გავლენა ჩვენს გონებაზე? ვცდით წყლის სპორტებსაც. წყალში ვცდით, ჰაერში ვცდით ბალანს და მიწაზეც. ყველგან თითქმის ბორდები იქნება და უკვე 1000-ზე ავედით. და 1000-ზე მეტია, ხო და 2000-ზე რო ავალთ, სალომე აპირებს რომ ცეცხლის სტიქიას დატესტოს და ნაკვერცხლებზე გაივლის ფეხებით. ეს ხოილი არ დაიჭეროთ. ეხლა დავპირდი უკვე ადამიანებს და ანუ 2000-ზე სალომე ნაკვერცხლებზე გაივლის ფეხშუშველი. ეხლა ვართ ზვიკისად ვართ? ალგეთის წყალსაცავზე. ხო, ეხლა ვართ ალგეთის წყალსაცავზე, სადაც ზვიკისთან ერთად შეახედე რა. სადაც ზვიკისთან ერთად გავტესტავ წყლის ბორდებს. დღევანდელ გადაცემაში ასევე იხილავთ განათლებით ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილს, რომელიც გაგვესაუბრება სწორედ იმაზე, თუ რა გავლენა აქვს კოორდინაციას, ბალანს, ზოგადად სხეულზე მიმართულ პრაქტიკებს გონებაზე და საერთოდ როგორ მუშაობს ჩვენი გონება და რა მექანიზმია ეს. ძალიან საინტერესო ეპიზოდია, ასე რომ დარჩით ჩვენთან. ვაშიკოს ტოვებ გადასაღებად. მე რა შემოგვიერთდი, გული არ დაგწყდეს. როდა ჩავარდება? ფეხე მუხლებში ოდნავ მოხარე? ვერ ნახეთ სეირი? ნიჩავ მოვსვი შენთან ახლოს. ნელა. არ გადმომა. აი. ძალიან არ გავხამარ. Τι ჩახტები? აუ! ჩვენ მოვედით ჯომარდი X პარკში ფშავში. თბილისიდან სულ რაღაც საათსა და 10 წუთში ხართ აქ. არის ძალიან ბევრი საინტერესო სათავგადასავლო ბილიკი, რომელსაც უნდა გავიაროთ და გამოვცადოთ ჰაერში ბალანსი. ამ გადაცემაში განსაკუთრებული მადლობა უნდა გადაუხადოთ GoPro Club Georgias და შუკას, რომელმაც უზრუნվել გვყო GoPro-ებით. ეხა ინსტრუქტორს ველოდებით, რომელიც აგვიხსნის ყველაფერს.
აქ რა გვაქვს, როგორ არის, რა უნდა გავაკეთოთ, სად უნდა ჩამევეკიდოთ და შეგიძლია იცანცარო. თუ დასტოინი ხარ შენ. ორი წამი ესე გაჩერდი. ზევით უეჭველი დაზღვეული ხარ. თუ გადმოვარდები, აი, ამ ხელას სიმაღლეზე ვარდები. სათვალე ხარ შემიშლის ხოლმე. არა. დაცვით. ავდივართ. სირთულებს რაც შეეხება არის რამდენიმე ტრასა A, B, C და D. შესაბამისად დალაგებული სირთულის მიხედვით მარტივიდან რთულამდე და ჩვენ მედალაშომ გადავწყვეტეთ რომ პირდაპირ D-ს მივახტეთ. იმიტომ რომ ვფიქრობთ რომ ყველაზე საინტერესო იქ იქნება. აბატოში. საცურველი. ნაბამზად ვარ წავედი. ეს არის თავარი დაზღვევა. მაქანა, რამდენ ხანში გადახვედი? ეგეც ხომ მუღამია. ობობის ქსელები მედება ბაშა. წამო არა უშ. საშინელე მანი. და მგონია რომ ობობები დამდია. დაშვება? ო, ვირებ. 1 2 ვიდეო. მიდი ფეხს კრავე ხო? არა. კარგად. ერთი ორი და სამი საღო. ვი ბიჭო მოვდივარ ოპა სნოუბორდერ კაც რა დამახვედა. ხილამურები დამახვედა. ხილამურები აქ ლაშა როგორ ახალაშა როგორ ეჭველი ამას უნდა დარო. ისი აქ წონასწორობა ვაფშე აი საერთოდ ხონაა. აუ გავიგუდე თავზე. ვარღად. ეს ზართუ. ბავშვური თამაში სპაიდერმენი ბიჭო აუ თასმა გამეხსნა ახალი რა. ჯამებს ხარით დიდი. საღო. ვა. საღო. არ ჩავარდი ანუ ეს ვითომ არაფერი მაგრამ ისეთია რა უნდა დაგეგმო კარგად როგორ გადახვიდე აქ ნუ იმეორე შენ ჩემსოს. შენი სტილი შეიმუშავე. აი ხო რა იყო ბავშვობაში არ აწერინებდი არავის დავალება არავის არ ვაწერინებდი ბავშვობაში. არა. რა ცუდი კლასელი იქნებოდი ლაშას კლასელებო გამოჩნდით კიდე კაი არ მიყურებენ ჩემი კლასელები. უნდა გადავა. რატო არა ფეხი არ გაგრძელი თუ რა ღმერთო მერთხელ გადამარჩინე და აღარ ვიხუმრებ მერე ცუდად აი შპაკაჩი ბოლომდე სალომე შეგიძლია პირველად ჩამევედი ფშავში და ამნაირად ასდევ ეს არის ანუ მარტივი ნამდვილად არ არის არც რთული არ არის რა სათავგადასავლოა მართლა ერთადერთი სირთულე ის იყო რომ ძალიან ცხელად აი გავიხვითქე ადრენალინიც არის რა აი ზიპლაინის დროს როცა ხტები ეს რაღაცებში რო არ ხარ შეფუთული და ესე არ ხარ რა ეს რაღაც მარტო სხეული ჩამოდის იმ რაღაც იმაზე ეს წირო იყურები ძალიან გერხევა მაგ დროს რომ აი მე დედა ფიქრობ მაგრამ აი რო ხტები მე მიდის გიჟივით. განსაკუთრებით რომელი ის გაგიჭირდა ყველსან? აი სუბოლო. ხო, აი ეს ტრეკი წამოვაჩვენოთ. სად იყო? აი ეს. აი აქ საკმაოდ რთული იყო გადმოსვლა. არც ის იყო მარტივი და აი ისიც არ იყო მარტივი. ანუ ბოლო 3 განსაკუთრებით რთულია.
თან ალბათ ისიც ფაქტორია, რომ დაღლილი ხარა უკვე მაგ დროს ძალიან და ხელებიც აი სუწითელი გვაქვს კამერას. და დადგა ჟამი მადლობებისა. წყლის ბორცზე რო ვიდექით უღრმესი მადლობა Subboard Georgia's და Swikis. X-Pack-ში რო ვიყავით ძალიან დაგვეხმარა Go Pro Club Georgia და შუკა. და კიდევ ვის მადლობა. ჩვენ Okay, ეხლა დავდგებით მიწის ბორცზე, ჩვენ გამომწერებს მადლობა. ესეც გულის სიღმის ბორდი. ნახოთ. მე კი ვიდექი 1-2 და პირველად შენ ხო არ დადგები? ხო. მიდი ერთი ხანხოს ხალხმა. აყირავებები. ეს თან უნდა დავიმაგრო ჩემი წივილ-ყივილის გასაკონად ხო? 1 2 3 აუ ძართულია. რამდენი ხანი გავჩერდი, მხედავ? აუ. არც ისეთი ბანძი ვარ, ხო? კაი, გამომხნე. შემიძლია რაღაცა მითხარი. ძალიან აუ რა კაია, მინდა რომ დიდი ხანი ვიდგე და ვერ შვები. ძალიან სასიამოვნო პროცესია, როცა რაღაც ახალს სწავლობ და ნელ-ნელა გამოგდის. ანუ ფეხი რო არ მისრიალებდეს კიდე შეიძლება რომ უფრო მეტად ავლეწილიყავი. აბა გვაჩვენე ახლა კლასი. ეს მასკი დაიჭი. კატი. აი მოსავთ აი ხელები გეხმარება, ა? ჰოპ. ოპ, ლამას ხალხოს. აბა ფეხი ესე გააკეთე იოგას. აი შორი ძალიან. ვაუ. მეორეც და მოვიდა ეს ჩვენი მტარვალი ჩარლი. რატომ მათ გავაკეთეთ ეს ყველაფერი? აი ვანძადი. ორი წუთის წინ ავყირავდი მეგობრებო, ძალიან ცუდად. მაგ კადრებს მე TikTok-ზე დავდებთ. ხო და რაზე საუბრობდი რა. ჩვენი დღევანდელი გადაცემა მთლიანად მიუძღვენით სხეულზე მიმართულ აქტივობებს. სხეულზე მიმართულში იმას გულისხმობ, რომ გვინდა და გამოგვეცადა როგორია ბალანსი მიწაზე, როგორია ბალანსი ჰაერში, წყალზე და გვაინტერესებს ამ ყველაფერს აქვს თუ არა გავლენა ჩვენს ტვინზე, გონებაზე, გონების მუშაობაზე. იმიტომ რომ თითოეული ეს აქტივობა გულისხმობს იმას, რომ შენ უნდა იყო კონცენტრირებული რაღაც კონკრეტულ რაღაცაზე, როცა აკეთებ და ალბათ ეს კონცენტრაცია და ის რომ იმ მომენტში კონკრეტულად იქ და იმჟამად ხარ, ჩვენს გონებაზე რაღაც გავლენას უნდა ახდენდეს. გავიგებთ როგორ მუშაობს გონება, საერთოდ რა სტრუქტურა არის, რა მექანიზმია, რა მანქანა არის და არის თუ არა კარგი ესეთი ტიპის აქტივობებით დაკავება ყოველდღიურ ცხოვრებაში. გადმოვინაცვლეთ ნინოსთან. ნინო არის ჩვენი საყვარელი ნეიროფსიქოლოგი, განათლებით ნეიროფსიქოლოგი, რომელიც ასევე არის კაიკონას დამფუძნებელი. მინდა რომ მასთან განვიხილოთ ის საკითხი, რაც ჩვენ გავტესტეთ, ასე ვთქვათ, ჩვენს თავზე. ვიყავით თოკების პარკში, დავდექით ბალანს ბორდზე, თუ რა ქვია მაგას? ბალანს ბორდი. ბალანს ბორდზე და კიდე იმას რა ქვია ესე რომ სუპ ბორდი ქვია, წყლის ბორდი. წყლის ბორდზე. და ეხლა გვაინტერესებს ზოგადად გონება როგორ მუშაობს. და გვაინტერესებს რა კავშირშია სხეული გონება რას აწვდის გონებას სხეულს და სხეული პირიქით გონებას, ალბათ ეგრე რა. ურთიერთკავშირი მოკლედ სხეულის გონების
ჩვენი შეგრძნებების და ამ ყოველფრის ერთობლიობის და ალბათ ყველაზე ლოგიკური იქნება დავიწყოთ თვითონ ტვინის სტრუქტურა როგორ არის ხო ეს სამი ტვინი რო გვაქვს და ესენი ერთმანეთთან როგორ არის დაკავშირებული აი არის ის ლაშა სამი ტვინი გვაქვს მართლა სამი ტვინი მე ორი სფერო რატო ვიცოდი როს მადლობა ძალიან სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა და ეს თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი არ ვიცი სიმშვიდისთვის სიძლიერისთვის და ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის ვინც აფასებს ადამიანს და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რა ამაზე საუბარი. პირველი შეკითხვა იყო რომ როგორ არის მოწყობილი ჩვენი თავის ტვინი. სამი ტვინი, რაზეც ხშირად მეც ვისაუბრია ხოლმე, ეს არის უფრო ჰიპოთეტური, ან ეს მეტაფორული, რა ვთქვათ, ხო? ანუ გვაქვს ერთი მთლიანი ტვინი, რომელიც დაკავშირებული არის სხეულთან, ანუ სხეულის ნაწილი არის ტვინით. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი არის გამოვუყოთ ჩვენს თავის ტვინში რომელიც პოლ მაკრინმა შექმნა, მე ძალიან ბევრი კრიტიკა მოყვება ამას, იმიტომ რომ არ არის ესეთი მარტივი. თუმცა მგონია რომ აი ამ ესეთი მეტაფორის გამოყენება ძალიან გვეხმარება ჩვენ ადამიანებს ყოფით ცხოვრებაში, რომ გავიგოთ რა ხდება, რა ფაზაში ვართ, რატომ გაუბრაზდი, რატომ ვერ შევიკავე თავი, ხო? ან რა მჭირს, როცა ეს რა ქვია, რაღაცა წავე სიტუაცია არის და უცბად შეშდები და ვჩერდები და ვერაფერს ვერ ვაკეთებ და მე სახში რომ მოვდივარ, მე ვიწყებ ფიქრს, რომ აი რატო არ თქვი არაფერი. ხა? ჩვენ თავის ტვინი ესე შეგვიძლია დავყოთ, არის ორი ჰემისფერო გვაქვს მართალია, ასევე ჩვენს თავის ტვინში სხვადასხვა სტრუქტურები არის, რომელიც ასევე ორ ნაწილად იყოფა. შეგვიძლია პირველი დავიწყოთ, ან უფრო ზოგადად რო ვთქვათ, ორი ნაწილი შეგვიძლია გამოვყოთ. ერთი არის ცნობიერი ნაწილი, ჩვენ თავის ტვინის, რომელიც ანიშნავია, რომელიც არის მოაზროვნე, რომელიც ფიქრობს, მსჯელობს, ადარებს, ახარისხებს, ხო? ეს მარჯვენა, ალბათ, მარჯვენა ჰემისფერო. ეხლა ვამბობ, როგორც ცნობიერი ნაწილი, ხო? ანუ ძირითადად მოკალათებული არის აი ამ ნაწილში და მე ვთქვათ ეს ქერქიც შედის ამ ყველაფერში და გვაქვს არაცნობიერი ნაწილი, რაც ნიშნავს, ანუ ის ქერქის ქვეშ არსებული სტრუქტურები, რომელიც არ ფიქრობს. ანუ ის კი არ მსჯელობს და ლოგიკურ ანალიზს ან ანალიზს კი არ აკეთებს, ხო? არამედ უბრალოდ იღებს სხეულიდან, გარედან შემოსულ ინფორმაციას, მონაცემებს. სუნი, ვიზუალური შეგრძნებები, ჩემი ფეხი ახლა როგორ არის, სად ვდგავარ, უსაფრთხო თუ არა, არ ვარ რას ვცნობ, რა მეხება და ასე შემდეგ. ანუ ეს მონაცემები შედის ჩვენი გონების არაცნობიერ ნაწილში, რომელიც მოდის სხეულიდან, ხო? და ასევე მოდის გარედანაც, ხო? თქვათ, ეხა მზიანათებს და ჭრდილია, ხო, ანუ ხვდები, რომ ცოტა თბილა. მე ინტერპრეტაციებს ვაკეთებ, მაგრამ ეს არაცნობიერი ნაწილი ჩემი გონების ზუსტად ამაზე პასუხობრივია. ყველა მონაცემი შემოვიდეს, რაც ჩემში მიმდინარეობს და ჩემს გარეთ, რომ მე ეს ინფორმაცია გადაიხარშოს, ეს ინფორმაცია რო გადაიხარშება, მივიდეს მე შუბლის წილამდე, რომელიც გააკეთებს უკვე ინტერპრეტაციას, რომ სად ვარ, რა არის ეს, რა არის მნიშვნელოვანი, არჩევანი რო გავაკეთო, რომ ღირს ეხლა მზეში დაჯდომა თუ ჭრდილში დავჯდე და ასე შემდეგ, ხო, ანუ ეს მინდა რომ ორი ნაწილი გამოვყოთ ჯერ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ამის გაცნობიერება, რომ ჩვენს იმპულსებს, ჩვენს ემოციებს, ჩვენს ქცევებს, ჩვენს შეგრძნებებს, სხეულებრივს, მუცელი მიბუყბუყებს, თუ ხელები გამიოფლიან და თუ თვალები გამიფართოვდა, ამაზე პასუხისმგებელი არის ჩვენი გონების არაცნობიერი ნაწილი და არა ჩვენი ცნობიერი ნაწილი. და შეიძლება ახლა გადავხტე, მაგრამ ამის დაყოფა არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ის მეთოდები და მიდგომები, რასაც ჩვენ ყოველდღიურობაში ვიყენებთ, როცა ადამიანი ტირის, როცა ადამიანი ნაბიჯს ვერ დგავს, რომ წინ წავიდეს და ჩვენ ვბრაზდებით, რომ ვამბობთ, რომ ეხა, ანუ რა გინდა, მიდი და გადაადგე, ანუ შენ თავს ძალა დაატანე, ხო? ანუ შენ ხო გაქვს ეს ცნობიერი ნაწილი, აბა გაიხედ, გამოიხედე, სახიფათო თუ არაფერია, მიდი გადაადგე ნაბიჯი და ეს ადამიანი ვერ დგავს ნაბიჯს. მე ვბრაზდები, მე მომდის ფიქრები თავში, რომ ნუ ეს ბავშვი ვერ გავზარდეთ, არ არის მამაცი, რა ხდება და რაღაცნაირად იარლიყებს, ვაწებებთ და გგონია, რომ ეს ბავშვი არის გაუბედავი, რომელიც მე შეიძლება მთელი ცხოვრება გაყვეს ამას. და სინამდვილეში აღმოჩნდა რა, რომ
იმ სიტუაციაში მისმა გონების არაცნობიერ ნაწილში შემოსულმა ყველა ინფორმაციამ სიმაღლე, სად ვარ, ჩემი ფეხი აქ არის და ვაუ რამ სიღრმეა ქვემოთ, ხო? ხალხის ქოთქოთი თუ რაღაცა რომ ყველა მემელოდება, განათება, ასე შემდეგ, ყველა შემოვიდა, ეს ვერ გადაამუშავა ერთდროულად, ანუ ძალიან ბევრი აღმოჩნდა, შესაბამისად ეს ბევრი აღმოჩნდა ავტომატურად ვერ მოხდა ამის სწრაფად გადამუშავება. ირთვება ჩემი ეს ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ რას ნიშნავს, რა უნდა ვქნა, რა უნდა გავაკეთო და გადავდივართ ფიქრში, გადავდივართ წარმოდგენებში, და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ხო, ალბათ. რომ თითქოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ვარ სინამდვილეში ეს ჩემი თავის ტვინი სილობს, რომ ეხლა მე მოვაგვარო სიტუაცია, გადავრჩე, მაგრამ ვერაფერს ვერ ვაგვარებ, გარდა იმისა, რომ დავიწყე ფიქრო, რომ რა სუსტი ვარ და ყველა წამოვყევი და დედაჩემს ყველა დავახარჯინე ფული, რომ ამ სიმაღლეზე თქვენ რაც გააკეთეთ, ხო? ანუ ამ აქ დავდგე და ვერ მივდივარ და 1000 ფიქრი, რომელიც ხელს გვიშლის, რომ რეალურად ნაბიჯი გადავდგათ. ტვინის პატარა მოდელი რა წარმოვიდგინოთ, ანუ ესეთია, ხო? წარმოიდგინე, ესეთი ორნაწილიანი რო იყოს. მაგრამ აი ეს აქ არის ჩვენი ქვეწარმავლის ტვინი, ანუ ყველაზე პრიმიტიული ნაწილი რას ნიშნავს? ის, რომელიც არ ფიქრობს, რომელიც დაპროგრამებულია იმისთვის, რომ შენ გადარჩე, შენ იყო ცოცხალი, გააგრძელო სიცოცხლე. გაიღვიძო, იმოძრაო, არც მოინელო, შეჭამო, ჩაეხუტო ვიღაცას, ითამაშო და ასე შემდეგ რა, ხო? მე და ეს რატო ქვია ქვეწარმავლის, იმიტომ რომ თქვათ, ხო და ესეც გამარტივებულია, მაგრამ იმიტომ რომ თქვათ დედამიწაზე ჯერ პირველად რომ ქვეწარმავლები მოევლინენ, ეს ქვეწარმავლები იყვნენ უფრო აი ესეთი ცალკე ტიპები. ხო, ანუ არ იყო მათთვის საჭირო, რომ კვერცხს რო დადებს, მაგალითად, არის დინოზავრი, არ ჭირდება იმ კვერცხს მოვლა, მოფერება, რო გამოიჩეკება, ხო, რაღაც ალოკვას. ანუ ის კვერცხი რო გამის, ეგრევე უკვე მოძრაობს, რა, თავისთვის ეძებს. საკმაოდ ასე შემდეგ. ანუ ინსტინქტები ის ყველაფერი რაც არის აი ჩვენი ხო აი გონიერება რაც არის რომ გადარჩეს ცოცხალი იყო რასაც ჩიტები არ ვიცი ხე მცენარე აკეთებს ხო რაც ნუ ამ შემთხვევაში ხეს აღარ საუბრობ მაგრამ აი ის რაც არის რომ თავისით ხდება წინსვლა განვითარება გამრავლება და ასე შემდეგ ყველაფერი არის ამ ნაწილში მე დედამიწაზე რადგან გასჯენ უკვე ძუძუმწოვრები ხო ძუძუმწოვრებს უკვე სხვანაირი მოთხოვნილებები აქვთ საჭიროებები ძუძუმწოვრის ტვინი შეგვიძლია აღვქვათ აი ცერათითით ხო თავის ტვინის მოდელი რო წარმოვიდგინოთ რომელიც კავშირში არის აი ამ ქვეწარმავლის ტვინთანაც ეს ნაწილი არის ჩემ თვალებში ხე რომ შეხვიდეთ ჩემთან ამ სიღრმეში არის შენ რო ტვინს გარედან შეხედო ინტერნეტში ვერ დაინახავ რა ხო ანუ შიგნით არის უნდა გადაწიო გადაშალო ჩაჭო და იქ დაინახავ ეს არის ლიმბური სისტემა ესე რომ თქვათ ეს და ეხლა რა ხდება რომ ამ ნაწილს ეს ნაწილი პასუხისმგებელი არის თქვათ ზრუნვაზე ხო ეს ნაწილი პასუხისმგებელი არის ერთად ცხოვრებაზე ხო რაც თქვათ ძუძუმწოვრებს ახასიათებთ რომ ერთად ჯოგურად ჯგუფურად ადამიანებსაც ხო თემური წყობილება რომ რატო? იმიტომ რომ ესე უფრო ადვილად გადავრჩებით რა ხო? ასევე აქ არის მიჯეჭვულობაც ის რომ მე მინდა მეორე ადამიანთან ყოფნა თუ მეორე არსებასთან ყოფნა დაცულობის განცდით ისევ. ამ ნაწილში მოთავსებული არის ჩვენი მოგონებებიც ხო? ნეიროაღქმა ესე რომ ვთქვათ, ანუ ეს ნაწილი და შენი ჩვენ ერთმანეთთან ადამიანები თუ ცხოველები ვრეზონირებთ ამ ნაწილის ამ ნაწილში არსებული რაღაცა ფენომენის მეშვეობით. კომუნიკაციასაც მაგით ვახდეთ? სიტყვების გარეშე. ანუ შენი თვალის შენი გამოხედვა, შენი მზერა, შენი პოზა, შენი ხმის ტემბრი გავლენას ახდენს ჩემს აი ამ ნაწილზე, რომელიც ან რთავს განგაშის ზარს, რომ ვოუ რაღაცას მანიშნებს ეს. ისე რომ მე ვერ ხვდები, გაუცნობიერებლად ხდება, ხო? შენი სწრაფი სუნთქვა ესე ზიხარაკ და მოძრაობა სენსორია რა ერთგვარი სენსორია ხო რაღაც აი რა რომელიც ნუშიკო არის ის რომელიც აღიქოს უკვე მე თქვათ რომ ვაუ საფრთხეში ვართ თუ არ ვართ საფრთხეში და თავს განგაშის ზარს ეს თელი სისტემა ნეიროაღქმა არის იმაზე დამოკიდებული რომ მოკლედ ნებისმიერი ინფორმაცია რაც შემოდის მონაცემი გარედან თუ შიგნიდან საფრთხის შემცველი არის ამ არსებისთვის და მისი გუნდისთვის თუ არა მე ბოლოს გვაქვს ეს ქერქი ნაოჭებიანი და განსაკუთრებით გარედან რასაც ხედავთ და ეს ნაწილი რომელიც ჩვენი შუბლის უკან არის შუბლის წილი განსაკუთრებით პრეფრონტალური შუბლის წინარე წილი
ეს არის ის ნაწილი უკვე რომელიც არის მოაზროვნე როგორც თქვით რომელსაც შეუძლია რომ რაღაც ინფორმაცია რაც მივიღე ცოტა ხანი შევინახო გონებაში დავფიქრდი ამაზე მე ახალი რაღაც ინფორმაცია დავამატო და მე რაღაცა მთლიანი გამოვიტანო რა ხო ეს არის ის ნაწილი რომელსაც შეუძლია ყურადღება მიაქციოს დავფიქრდე შევნელდე და შევიგრძნო რომ აი რას მეუნება ახლა ჩემი სხეული ფეხი რომ დამიბული ანუ არა დაბუჟებული მაქვს და რას ნიშნავს ეს და რა გავაკეთო იმისთვის რომ ჩემი თავის ტვინში ძუძუმწოვრის ტვინში განგაშის არის არ ჩავშთო ხო როგორ ხო ეს არის მოკლედ ის ნაწილი რომელიც წარმოიდგენს რაღაცეებს ხო შემოქმედებითი ნაწილი რომელიც არაფერი არ არსებობს და შენ შეგიძლია რომ შექმნა რაღაცეები ხო ეს არის ის რაც მნიშვნელოვანია თუ რაღაც მოკლედ რომ დავახასიათოთ ეხლა რატო არის მნიშვნელოვანი ამის ცოდნა არის ის რომ როდესაც ჩვენი თავის ტვინი აი სამივე ნაწილი ხო და ეს ახალი ქერქით და ახალი ქერქით მოაზროვნე ნაწილიც აი ესე გადმოეხურება ხელის მოდელს რო დაუბრუნდეთ რა და ეს არის ერთი მთლიანი კი ბატონო საუკუნეების მანძილზე ადამიანებს ეგონათ რომ რადგან ჩვენ ადამიანები ვართ და შეგვიძლია ვიაზროვნოთ და ასე შემდეგ ეს ნაწილი განაგებს ყველაფერს რა ანუ შენ თუ დაფიქრდები შენ თუ აწონ დაწონი ბლა 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 შენ ღირსეული ადამიანი ხარ რა და შენ უნდა გაიზარდო ღირსეული ადამიანი და სულ ამაზე უნდა ვიმუშაოთ მაგრამ რაც განვითარდა ტექნოლოგიები და თავის ტვინის სიღრმეების შესწავლა რომ დაიწყეს უკვე ხო აღმოჩნდა რომ როდესაც ჩვენი ძუძუმწოვრის ტვინი საფრთხეს აღიქვავს და ეს საფრთხე შეიძლება იყოს სისხლში შაქრის დონე აიწია დაიწია ეს ელემენტი ეს ცილა იქ არის აქ არის ანუ შიგნიდან მომავალი იქნება ეს თუ გარედან მომავალი ხო რომ ვიღაცა იარაღით მას მიშვება რა ქვია გემუქრება ხო ან არ ვიცი სახლი დაინგრა ჩემი სახლი სადაც ვცხოვრობ ეს თავს განგაშის ზარს ხო რომ ვიღაცა მაგალითად ვიღაცას ელაპარაკები და ცივი სახით არ ავკეთებს შენთან რაღაც კომუნიკაცია ანუ მაგალითად რაღაც შენ აღიქვამ რომ ეს არის ეს ყველაფერი გვაი ძალიან ახლოს არის რაც როგორც მუშაობს არ ვიცი ვირთხის სხვა ცხოველების თავის ტვინი. მაგრამ ჩვენ რადგან ადამიანები ვართ და ეს ნაწილი განგვივითარდა, რომელიც საშუალება მოგვცა რომ წინ წავსულიყავით, ხო? და ისეთ სოლიდარობაზე ვილაპარაკო და ისეთ ღირებულებებზე, რომელსაც მოკლედ სხვა არსებები არ ფიქრობენ, ხო? სამწუხაროდ ამან შეაფერხა ჩვენი უშფოთველი, მეტნაკლებად უშფოთველი ცხოვრება. რას ნიშნავს? რაც შენ თქვი ზუსტად, რა, რომ ჩემი გონების არაცნობერი ნაწილი არის პრიმიტიული. რას ნიშნავს? რომ ეს ვერ ხდება. მომავალი 21 საუკუნეა თუ ისევ გამოქვაბულში ცხოვრობ. რა მონაცემებიც ეხა შემოდის? ეს ფიქრობს რომ ეს ეხა ხდება. ანუ ეს ნიშნავს იმას რომ მე რო გავიფიქრო რომ შეიძლება რაღაც ან ჩემ გონებაში რომ გავიფიქრო რომ ნუ არ ვიცი რაღაც სიტყვაზე ამ ტიპს არ მოუწონვარ ან რაღაც უარყოფილი ვიქნები ან რამე მსგავსი ამას გონია რომ ეს მართალია იჯერებს და იწყებს გადარჩენის ბრძოლაში ან გადარჩენა ჩვენი პერსონები ეხლა ორივე რომ მე მიხსნით აშვილო ესეა მართლა საინტერესოა და მე ეს კითხვა მაქვს უცებ ჩვენს ტვინთან აგებულებასთან აი ამ ყველა იმასთან ყველაზე ახლოს რომელი არსებები არიან მაიმუნები ან რამე თუ არის ეგეთი მაიმუნები ხო ბონობო თუმცა ეხა ისე განვითარდა ცხოველების შესწავლა და აფექტური ნეირომეცნიერება რომ ყველა ცხოველში ყველა არსებაში შეგვიძლია დავინახოთ მსგავსება თუმცა ერთ-ერთი ყველაზე ახლოს რითიც იკვლევენ რეალურად ჩვენ როგორ მუშაობთ ცხოველებზე დაკვირვებით ხდება, იმიტომ რომ იგივე პროცესები მიდის ხშირ შემთხვევაში, არიან ვირთხებიც ესე. ვაუ, ვირთხები. ზუსტად იგივე ქსელები გვაქვს ტვინის აგებულებით. ტვინში, ხო, ამის გარდა, ხო, რომელიც და აქედან არის შესწავლილი, მე ჩვენ რატო ვიქცევით ისე, იმიტომ რომ ვირთხებზე აკეთებენ ამ კვლევებს რა. აი მაგალითად, როცა ვიყავით იმაზე ხეებზე რა დაკიდებული მასე და ძალიან ისეთი დავალებები გადავლახეთ. მაგ დროს ბედნიერება რატო შემოდის? ანუ სადღაც ქვეცნობიერიდან მოდის, რომ შენ რაღაცა გადარჩი, ანუ თუ როგორ რაღაც და მეორე ვარიანტი, როცა აი წონასწორობას იჭერ მიწაზე ან წყალში. და შენი ტვინი ბედნიერია, ამით სინქრონიზაცია ხდება თუ რამე აი გადარჩენის მომენტი გაქვს და ხო რაღაც ეგ ეფექტია ვერ ხვდები აი რა. პირველ რიგში ზოგადად ნებისმიერი რამე რაც ჩვენს ორგანიზმს, ჩვენს გონებას ამცნობს, რომ ჰეი, შენ ახლა გადარჩი, უსაფრთხოდ ხარ,
ხო? პირველ რიგში რომ უსაფრთხოდ ხარ, ანუ შენ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ხო? საჭმელი იქნება, სასმელი იქნება, ჰაერი იქნება, ბუნება, შეხება, ვიღაცა შეგეხო. ეს გამოყოფს შეხების შემთხვევაში ოქსიტოცინს, მაგრამ ყველა იმ სასიამოვნო ჰორმონს, ენდორფინებს, რომელიც ტკივილს ამცირებს, ხო, რომელიც გუნება-განწყობილებას გიცვლის, ის რომ შენ გიჩნდება სურვილი, რომ იმოძრაო, წინ წახვიდე, რაღაცეები ახალი აღმოაჩინო, რაღაცეები ახალი გამოსცადო, ხო? ანუ ეს ამაზე პასუხისმგებელი არის დოფამინი მაგალითად, ხო? ეს პროცესი არის ერთი, მეორე რაც არის ის რომ შენ რო ამას ამ გადალახვის პროცესში და რო გადალახავ, ზუსტად ეგ არის რომ ვოუ, ანუ სწორად აღნიშნეთ, ძალიან პრიმიტიულ დონეზე ხდება, ხო, ამ ნეიროჰორმონების გამოყოფა, რომ შენ შეძელი და გამოსავალი მოძებნე, ან მიხვედი იმ წერტილამდე, საითკენაც განზრახვა გქონდა და ეს უკვე სასიამოვნო პროცესია, იმიტომ რომ შენ გადარჩი რა. შენ რო გადარჩი და თუ გაიარე მართლა რა და დადექი მყარად, ეს ძალიან სასიამოვნო განცდა. მე გახედავ სხვას ვინც შენთან ერთად არის და ისინიც ხო იცი რომ გამხნევებენ და ეს კიდევ უფრო მეტ ენერგიას და ძალას გაძლევს, რომელიც მე შეიძლება ჩაგირთოს ზრუნვის ქსელი, პრიმიტიული ქსელი. ძალით კი არ აკეთებ, აი გინდება რომ ჩაიხუტო, გინდება რომ კითხო რომ გინდა ეხა მოგეხმარები მეშინ, ანუ სურვილი გიჩნდება რომ მეორე ადამიანზე იზრუნო. იდეაში ჩვენი გონება ტვინი, ასე ვთქვათ, ყალიბდება ყველაზე მძაფრად მუცლადყოფნის პერიოდში და მე 5 წლამდე, ხო? 7 წლამდე დაახლოებით და ის მექანიზმები, რაზეც ახლა საუბრობდით, რომ აი ჩვენმა არაცნობიერმა იცოდეს, ან თუნდაც როცა მშობელი ვარ, ვიცოდე როგორ მუშაობს გონება და მაგალითად როცა ბავშვი ტირის, მეც ვთქვათ, მივიღო სევდიანი გამომეტყველება მის დონეზე ჩავიდე, უთანაგრძნო და ასე შემდეგ. ამით ვეხმარები იმაში, რომ გააბას რაღაცა გზები ჯანსაღი გამკლავების მექანიზმებისთვის, ხო, ესეა. ანუ იმ აღზრდის მეთოდებით, რომელიც თქვათ ჩვენ წარსულში უფრო მძაფრად იყო, რა ის სიტყვაზე მამაცი არ ხარ, გაჩვენდი რა გადიიდებს თუ რაღაც ეგეთი, ანუ რეალურად შევძელით ის, რომ ამ ორ ასე ვთქვათ სტრუქტურას შორის თუ კი შეიძლება ესე ითქვას, კავშირი გავწყვიტეთ, ჯანსაღ გადაწყვეტილებას ვერ იღებს და იწყებს რაღაც არაჯანსაღი გზებით ამ ყველაფერს გაკეთებას. ანუ შესაძლებელია თუ არა ეს კითხვა მაქვს მოზარდობაში, აი როცა უკვე რა ვიცი, გავიზარდე 30 წლის ვარ და მივხვდი რომ რაღაცა პრობლემა მაქვს, რაღაცა ანუ ვერ ვარეგულირებ მაგალითად ემოციას, ან როცა რაღაცა ხდება ჩემს ცხოვრებაში ზედმეტად განვიცდი მძაფრად, შემიძლია თუ არა ტვინის სტრუქტურა მოზარდობაში, მოზრდილობაში შევცვალო, რომ აი ეს ახალი გზები გავაბა ამ ტვინებს ასე ვთქვათ შორის, ერთი კითხვა ეს მაქვს და მეორე, ანუ თუ არის შესაძლებელი სწორედ აი ამ ვარჯიშის ან სხეულებრივი დატვირთვის მეშვეობით მაგ ყველაფერს გაკეთება. რამდენად ლოგიკური შეიძლება იყოს, ან რა გზები შეიძლება არსებობდეს მაგისთვის, რომ შევცვალოთ ყოველთვის შეგვიძლია შევცვალოთ, ყოველთვის ნეიროპლასტიურობაზე რომ ვთქვათ. სიცოცხლის ბოლომდე ჩვენი უჯრედები, თავის ტვინის უჯრედები არის ისევ როგორც კუნთები, ნებისმიერი, ანუ თავის ტვინის უჯრედები არის პლასტიური. მოქნილი, გამოძერწვა შეგიძლია თუ მისცემ გამოცდილებებს. თუ რაღაცნაირად თანმიმდევრულად დროს უთმობ, ყურადღებას უთმობ, ყურადღება მიიღე. იქის რისი შესვლაც გინდა, ხო? საითკენ მიდიხარ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველა უნდა დავიმახსოვრთ, იმიტომ რომ იყო ადრე ეს მოსაზრებად, კი არა და რწმენა, რომ ვერ შეცვლი. შენ დაიბადე ესეთი, ამ ოჯახში დაიბადე, გაუმართლა. შენ განათლება არ გაქვს მიღებული, ხო, ანუ ამის სულ ესეთი იქნება, ანუ ინტელექტი არ აქვს და ასე შემდეგ. ეს არის მცდარი, იმიტომ რომ ჩვენ სადაც წავიღებთ ჩვენს ყურადღებას, იქით მიდის ენერგიაც, ის ქსელები ვითარდება, ყოველთვის შეგვიძლია შევცვალოთ. უბრალოდ დიდ ასაკში ცოტათი უფრო მეტი ძალისხმევა გჭირდება შენ იმისთვის, რომ ქსელები შეიცვალოს. ძალისხმევა, უფრო მეტი ხო მოთმინება, კეთება, ოღონდ ყოველთვის უნდა დაუბრუნდე. 1 წუთიც რომ ვაკეთოთ დღეში, 1 წუთიც 30 წამი, უკვე ხვდები, რომ ვა, უკვე 1 წუთი შეგიძლია გააკეთო ეს რაღაცა რა. ანუ ეს ჩვენ არ გვჭირდება, რომ დიდ რაღაცას მივახდეთ, რომ აი დღეში 2 საათი რაღაცა 2 საათი გავატარო ჩემ შვილთან, ან 2 საათი ვივარჯიშო. და გამოგდის რაღაც პერიოდში, მაგრამ მე ადვილად ნებდები, იმიტომ რომ ტვინი ამას რომ რესურსი აღარ მაქვს, ენერგია ამდენი აღარ მაქვს. ჩვენ თუ აი თანმიმდევრულად პატარ-პატარა ნაბიჯებით ყოველდღურად გააკეთებ, ანუ ტვინს მისცემ საშუალებას, რომ პატარა ჩელენჯი გამოწვევა კონდეს.
ვარჯიშის სახე მაგალითად, ხო, რომელიც შეიძლება ვერ გადალახ, მაგრამ წვალობ. აი ეს ზრდის შენ თავის ტვინს, ეს წარმოქმნის ახალ კავშირებს თავის ტვინში და ეს არის ის, რაც მე შეცვლის ქსელებს. უცბად ხვდები, რომ იგივე სიტუაციაში, სადაც 3 წლის წინ აფეთქდებოდი და არ ვიცი, აი აგინებდი იმ ადამიანს, იმიტომ რომ შენ მანქანას ლამის გაუსვა. ეხლა აი შეიძლება უბრალოდ აი просто, და გაიარო. იმიტომ კი არა, რომ შენ კარგი გოგო გახდი, უბრალოდ იმიტომ, რომ შენ ისწავლე როგორ გამოიმუშავე ხო რაღაცის. იმიტომ რომ აღარ შენი თავის ტვინის ეს ნაწილი საფრთხეს აღარ აგიღებ, რომ შენ უკვე გაიაზრე, გაიშინაგნე რა პროცესები მიდის ერთი. და მეორე იცი რომ შენთვის არის კარგი. რატო არის კაი, რომ აღარ იყვირო შენ, იმიტომ რომ შენ მე ვხარჯავ ძალიან დიდ ენერგიას რა, ტყუილ უბრალოდ, იმიტომ რომ ის ყვილი იმ მომენტში მგონია რომ აი გავიმარჯვე, მაგრამ სინამდვილეში მაგრა გამომფიტა და იმ მეორე ადამიანთან კავშირი იმ მომენტში გამიფუჭა და მე ახლი რა უნდა მოვაგვაროთ. ვარჯიში არის ძალიან მნიშვნელოვანი და აი ახალი კვლევები არის თუ აი შეიძლება ეხა წამოვიდა ამაზე საუბარი, მაგრამ ჩვენ ის რო კუნთებს კუმშავ, აი ფიზიკური აქტივობა, ხო, აი მაინც და მაინც ვარჯიში შეიძლება, მაგრამ აი ფიზიკური დატვირთვა, ფიზიკური დატვირთვა, შეიძლება ზიარული, ზუსტად, აი კიბეებზე ასულ ოღონდ ამას ამბობ, რომ აი უფრო მძაფრად, აი წონასწორობის დაცვა ერთ ფეხზე დადგომა, აი პატარა წინაღობების შექმნა შენ ჩვეულ რუტინაში, მოძრაობის რუტინაში ეს ამას შეუძლია თუ სწორად არის დაგეგმილი, ამას უნდა იცოდე ზუსტად რა ვარჯიშები, ბალანსის, თქვათ, მოქნილობისთვის, კარდიო და კიდევ რაღაცა, რომელიც მოგეხმარება შენ, რომ თავის ტვინში ახალი უჯრედები წარმოიქმნას, საერთოდ ახალი, ანუ გაიზარდოს ფიზიკურად. მეორე ის, რომ რეალურად ანტიდეპრესანტი არის და გამოგეყოფა ისეთი ცილები, რომელიც თელ თავის ტვინს აძლევს კუნთებიდან და ძვლებიდან წამოსული, რომ ჰეი, ჩვენ ცოცხალი ვართ, მოძრაობ და პირიქით კუნთების გაზდა გვჭირდება, იმიტომ რომ აღვიქვავთ, დავხტივართ, დავრბივართ, ვეხებით, ვგრძნობთ, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ყველაფერი. ძალიან, ანუ ჩვენი თავის ტვინი შეიქმნა იმისთვის, რომ ვიმოძრაოთ. მე რაღაცა რომ მეხება, რაღაცას რომ ვეყრდნობი, ჩემი კუნთები და კიდურები სად არის, ეს ძალიან დიდი ინფორმაციას აწვდის ჩემ თავის ტვინს, რომ შენ აქ ხარ, შენ მიწაზე მყარად გახარ და საფრთხე არ გემუქრება. იმიტომ რომ თუ ჩემი თავის ტვინი ვერ არეგისტრირებს, რომ მე ახლა მყარად ვზივარ, ან რატო არის მნიშვნელოვანი ვარჯიშის დროს ხარ, აი ან უფრო გონების პრაქტიკების დროს, რომ დამიწდეს, რომ გეუნებიან ხო ორ ფეხზე, რომ გაითიშოს განგაშისარი უშფოთველობა, უშფოთველი ხდება თავის ტვინი, იმიტომ რომ პირდაპირ ამას რომ ოკეი, მყარად ვართ, ანუ ენერგია არ გვჭირდება აქ წავიღოთ და ეხა შენ საერთოდ გინდა იქით წაიღე შენი ენერგია რა, აი ამ ნაწილში, სადაც გინდა იქითკენ მიმართე, წარმოიდგინე რაც გინდა. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი სხეულთან ურთიერთობა. ცეკვა იქნება, ნებისმიერი სპორტი, რომელიც რაკეტას ხო, თვალის და ხელის კოორდინაცია, ანუ ბალანსის სავარჯიშოები წონასწორობისათვის არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ ეს აძლიერებს ჩვენს თხემს, რომელზეც არ მithქვას, არის ჩვენ თავის ტვინი, ხო არის ესეთი ლამაზი რაღაცნაირი და აი ამ ტვინის ღეროს უკან არის ესეთი პატარა ტვინუკა, ესე რომ ვთქვათ, ტვინი ტვინში, რომელსაც ქვია ნათხემი, და რომელშიც არის 75% თავის ტვინის ნეირონების, უჯრედების აქ არის მოკალათებული და რისთვის არის რომ ერთი ეგონათ ყოველთვის რომ ბალანსისთვის და კოორდინირებული ვესტიბულურ აპარატს რასაც ეძახია? ვესტიბულარული აპარატი არის ზუსტად შეკავშირებული, დაკავშირებული ნათხემთან, მაგრამ რა ხდება, რომ ეს ნათხემი ჩვენ გვეხმარება, მე თუ აი ამ ბალანსის რაღაცებით ნათხემს გავაძლიერებ, ნათხემი არის ის, რომელიც ყველა ფუნდამენტური უნარი რაც არის იმისთვის, რომ შენ ისწავლო, შენ ურთიერთობო, მეხსიერება, ფოკუსი, კონცენტრაცია, ემოციური რაღაცა თავშეკავებლობა და რაღაცები, ეს რა შეიძლება სუსგებელი, რომ ეს ყველა ამ ფუნდამენტურ უნარს ავტომატიზირებაში ეხმარება. ანუ შენ თუ გაივარჯიშებ, ნათხემი თუ გაძლიერდება და ასე ვთქვათ, კარგად შეიკურება, ეს მერე ყველა იმ სხვა პროცესს, რაშიც მაგალითად თავის ეს წინა ნაწილი ხარჯავდა ენერგიას, რომ აი მოიცა ეხლა რა ვთქნა, ფეხი ესე დავდგა თუ ისე თუ რა სიტყვა ვთქვა, ანუ ავტომატიზირებას ახდენს ყველა ფუნდამენტურს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადიელი გითავისუფლდება აქ, და შენ შეგიძლია შენი ენერგია წაიღო იქ, სადაც გინდა, ისი შექმნაც გინდა, არ ვიცი, რაც გინდა, ანუ
თავისუფლდები. ამიტომ ეს ვარჯიში არა მარტო ფიზიკურ სიჯანსაღეს მაძლევს და ბალანსის სავარჯიშოები სახში ჩვეულებრივად რა სკამზე ერთი ფეხით ავედი თუ ფეხით რაღაცა გამოვწიე ხო აი სასაცილო და საყვარელი სავარჯიშო თუ ბავშვებთან ერთად გორაობა და ასე შემდეგ ხო არა მარტო ფიზიკურად მაჯანსაღებს არამედ მეხმარება რომ ჩემი კოგნიტური უნარები ადაპტაციის უნარი მოქნილობა აღმასრულებელი ფუნქციები გაუმჯობესდეს და გამიმარტივდეს. იყო რაღაცა ეტაპი ჩემ ცხოვრებაში, როცა დავდიოდი ძალიან ბევრ, ასე ვთქვათ, სხვადასხვა პრაქტიკაზე. ძირითადად ამ პრაქტიკებს მიმართავდი გონების, ანუ იმაზე, რომ ინფორმაცია დამემუშავებინა, თუნდაც ჩემი რაღაცა ბავშვობის ტრავმები იქნებოდა, თუ გამოცდილებები იქნებოდა მიმდინარე, რომელსაც გავდიოდი, ცნობიერად გადამემუშავებინა და ინფორმაციულად, ასე ვთქვათ, დამემუშავებინა, მაგრამ მივხვდი, რომ ყველაზე ძალიან გამოვედი მდგომარეობიდან მას შემდეგ, რაც დავიწყე სხეულებრივი აქტივობა, ანუ თითქოს ეს ფიქრები, თითქოს ეს რაღაცა, რაც თავის ტვინში ჩემთან აი აქ იყო მასა, დიდი მასა, თუ რაღაც გადანაწილდა ჩემს სხეულში და თითქოს რაღაცნაირად გამთავისუფლდი და გამომინთავისუფლდა გონებაში იმისი ადგილი, რომ თუნდაც აი რაღაც კონკრეტულ მომენტში, კონკრეტულ ადგილას ძალიან ჩვეულებრივ რენდომ სიტუაციით მიმეღო სიამოვნება და ყოფილიყავი აწყო დროში მართლა აქ და ამჟამად, რამაც მომცა იმის შესაძლებლობა, რომ ბედნიერების განცდა მქონოდა არაფრისგან, ანუ ჩვეულებრივ შემთხვევაში და ჩემი დაკვირვებით, აი ბალანსი, თუნდაც აი ეს აქტივობები, რასაც ახლა მე დალაშა გავაკეთეთ, რატომ გვეხმარება, რომ იმ მომენტში, როცა ხარ, რომ უნდა გადარჩე, მაგალითად აი რაღაც გრძელ რაღაცებზე რომ გადავედი, ან ის რგოლები რო იყო, ხო, ანუ არ გაქვს ფიზიკურად შესაძლებლობა რომ სხვა რაღაცაზე იფიქრო, ანუ კონცენტრირებული ხარ კონკრეტულად იმ რაღაცაზე, მთელი სხეული მობილიზებულია და შენ ფიქრობ როგორ გადადგა ნაბიჯი და თითქოს ესეთი განცდა მაქვს, რომ აი ეს რაზეც ვისაუბრეთ, ჰარმონიულად ყველაფერი ერთად მუშაობს, ანუ ემოციაც ჩართულია, სხეულის ნაწილების კუნთებიც ჩართულია, ზედატვინის ჩართულია, იმიტომ რომ გადაწყვეტილება უნდა მივიღო და რაღაც თითქოს ერთ ტასკს მიზანმიმართულად აკეთებს ისე, რომ სხვა არაფერზე არ ფიქრობს. და თითქოს შენ გონებას ავარჯიშებ იმაში, რომ როგორ შეიძლება იყო იმ წამში, როცა მართლა ხარ. და ეს მე მგონია, რომ მაგიტომაც გაქვს ის განცდა, რომ აი რა მაგარი იყო რა, რაღაცას რო გააკეთებ, ან რაღაცას რო გადალახავ, ან რაღაცას რო მთელი კონცენტრაციით გააკეთებ. ანუ აუცილებელი არ არის, რომ მაგალითად ფიზიკური აქტივობით იყო ხო დაკავებული. შეიძლება რაღაცას უკრავდე, handpens მაგალითად. და მთელი კონცენტრატ, ანუ handpens მერეც რატო ხარ, ხო, კარგად, ან ჩემი დაკვირვება ყოველ შემთხვევაში ეგ არის ამ ტვინის სტრუქტურა და მუშაობის მექანიზმიდან გამომდინარე, რაც მეხმარება უფრო მარტივად შევძლო ვიყო აწმყოში. აი სხვა შემთხვევაში ება გამიჭირდეს, რაღაცა ეგ შემოვიდეს რაღაცა ფიქრები, ჩემ შულზე რაღაცა გამეფიქროს, იქნებ მომავალზე გამეფიქროს და აი როცა რაღაც ფიზიკურად და სხეულებრივადაც ვაკეთებ, ხო, რაღაცას თითქოს უფრო ანუ თლიანობაში ვაკეთებ ესეთი განცდა მაქვს. ერთობის განცდა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან და აი ეს როდესაც ნებისმიერი აქტივობა ჭურჭლის გარეთ ხო იქნება, თქვი თქვათ handpens-ზე დააკვრა, ხო? თუ შენ ხო, ეს ყველაფერი ერთად ჯერ გავარჯიშება გჭირდება, ანუ შენ რეალურად მზად იყავ, შენი არჩევანი იყო, რომ თქვათ იმაზე გაგეო. მივყვეთ იმაზე, რომ ცოტა საშიში იყო, ანუ შენ ქონდა ამის რესურსი, ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაგრამ ისიც ხო, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის რა, რომ ისეთ აქტივობებში უნდა ჩავერთოთ. გინდ ლოცვა იყოს, გინდ სეირნობა თუ უბრალოდ ჭურჭლის რეცხვა, როგორც თქვი, რომ მე ერთიანობის განცდა მქონდეს, რომ მე აქ ვარ, ანუ წყალი, ამ წყალსაც აღვიქო ჭურჭელი რომ ვაუ, რა ბედნიერება, რომ წყალი ჩემთან მოდის და მე შემიძლია რომ გავრეცხო რა და სხვაგან არ არის, მაგრამ არ ვიცი, მადლიერების განცდა გიჩნდება, სიხარულის განცდა გიჩნდება, რომ რაღაცას ქმნი handpens შემთხვევაში, ხო, რომ გავლენას ახდენ შენ უჯრედებზე თუ სხვა ადამიანებზე, სასიამოვნო ესთეტიურობისგან, ანუ ძალიან ბევრი რაღაც არის, მაგრამ თავარი ამ ყველაფრისაც შენ აღიქვი, ხო, და ზუსტად ეს არის იმ ერთიანობის განცდა. შეკავშირებული ხარ ამ პროცესში, ეს არის ყველაზე აღდგენითი, რომელსაც მოაქვს აღტაცების განცდა, აღტაცების განცდა არის, რომ და უშფოთველი ხარ, ანუ იცი რომ ამ დიდი სამყაროს ნაწილი ხარ, იცი რომ ეს ცხოვრება თუ აი ყოფითი რაღაცეებზე მეტი რაღაც არსებობს და რაღაცა ამ სამყაროს ზურგს გიჭერს რა. ხო, აი და ძალიან სასიამოვნოა, რომელიც იმ მომენტში არის ერთი სასიამოვნო და მეორე გიზრდის რესურს შენ რომ
გინდეს სხვა გააკეთო, სხვებს გაუკეთო და არ ვიცი, ანუ იზრუნო, მთელი სისავსით იცხოვრო რა. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო. არაფერს არ ამოვჭრი. არაფერი არ ამოჭრა. უღრმესი მადლობა მართლა ნინოს. და ვიმედოვნებ, რომ კიდევ შევძლებ შენთან საუბარს, იმიტომ რომ არასოდეს არ დავამთავრებდი მე რომ კიდევ 24 საათი. ძალიან საინტერესო. მადლობა. გაკეთებ გამოიწერეთ ჩვენი არხი, თხოვნა გვექნება. ვისაც მოგწონთ. ვისაც არ მოგწონთ? ხო, ვისაც მოწონთ. ძალიან მაგარი იყო.